ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ smartphone-ებზე, ტელევიზორებზე, მონიტორებზე თუ ლეპტოპების ეკრანებზე ბრუნდება გადაცემა კინო ამბები. ეს არის ქართულ ინტერნეტში ერთადერთი გადაცემა, სადაც აუდიოვიზუალურ ფორმატში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია კინოინდუსტრიაში მომხდარი ამბების შესახებ. ამიტომ მოგიწოდებთ, სანამ გადავალთ საქმეზე, დაალაიკოთ, გამოიწეროთ და დააკომენტაროთ. ასევე გაუზიაროთ კინომოყვარულ მეგობრებს ან არაკინომოყვარულ მეგობრებს, რათა ისინი გადაიქცნენ კინომოყვარულ მეგობრებად. აბა თქვენ იცით, თქვენზეა ახლა ეს ყველაფერი და მე პირდაპირ გადავალ საქმეზე. ცოტა YouTube-ზე კინოპოდკასტები მომრავლ დასავით. მაგრამ მე ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ კინოპოდკასტი, რომელიც არის YouTube-ზე, არიდება კვირაში ერთხელ. მეტიც არიდება ორ კვირაში ერთხელ. იდება მაქსიმუმ თვეში ერთხელ, ან საერთოდ ზოგი 5 თვეში ერთხელ. შესაბამისად, ერთადერთი სტაბილური კინოპოდკასტი საქართველოში აქვს საბა მეთოდს მე და კაცვილი არ უყურებს მაქსიმუმ 400-500 კაცი, იგიც ერთი ადამიანი შეიძლება რამდენიმეჯერ უყურებდეს და ნახვები შეეგრე აისახოს, ამიტომ მეგობრებო, როიცოდეთ უნიკალურები ხართ, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ქართულ ინტერნეტში, ქართულ YouTube-ზე ერთადერთ სტაბილურ კინოპოდკასტს, რომელიც მომავალში გახდება თავარი შუქურა ქართული კინოინდუსტრიის. მე ამაში ეჭვი არ მეპარება, ჩემს ამბიციებში ეჭვი არ მეპარება, მეგობრებო, და როიცოდეთ უნიკალური ხალხი ხართ, აი თქვენ, რომლებიც დასაწყისიდან მომყვებით და რომლების ნიქნეიმებიც მახსოვს ყველასე თითქმის რა, იმიტომ რომ სულ ხართ 5-6 კაცი სტაბილური მეგობრების, ჩემი უშუალო მეგობრების გარდა, რა თქმა უნდა. ამიტომ მეგობრებო, განსაკუთრებულები ხართ, ეგ იცოდეთ სულ და ჩვენ გადავიდეთ საქმეზე. გუშინ წინ გავიგეთ ერთ-ერთი უდიდესი ჰოლივუდელი მსახიობის გარდაცვალების შესახებ, ეს არის მსახიობი რობერტ დუვალი, რომელსაც უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორიც არის ნათლია, აპოკალიფსი დღეს, მოსამართლე, Falling Down, მაგალითად მანდას თამაშობს და დღეს მე მოგიმზადეთ ორი ფილმი კინორჩევები დღეს მიეძღვნება რობერტ დუვალის ხსოვნას და სხვა შორის რობერტ დუვალი ცნობილი იყო უფრო მეორე ხარისხოვანი როლებით, ვიდრე პირველი ხარისხოვანი და ეხლა რა ფილმიც მინდა გირჩიოთ, მაგაში საერთოდ ოსკარი აიღო, ოღონდ მთავარი მსახიობის როლში, მთავარი როლი ქონდა მას. ეს არის ფილმი Tender Mercies, რომელიც ქართულად არ ვიცი როგორ უნდა ვთარგმნო და ამიტომ არც ვთარგმნი და დიდად ქართულად არც შემხვედრია და მე ეჭვება ეს ფილმი ქართულად გახმოვანებული იყოს. რობერტ დუვალია მთავარ როლში, როგორც უკვე მივხვდით, ეს არის ფილმი მომღერალზე, რომელიც გალოცდა, რომელმაც ჩაიქნია ხელი ცხოვრებაზე და უცბად მივა რომელიღაცა მოტელთან, შეხვდება მოტელის პატრონს, ახალგაზრდა გოგოს და ეტყვის, რომ იცი რა, შენთან ერთად ვიცხოვრებ სახლში და გვერდით ყანა გაქვს და იქაურობას მოუვლი თუ გინდა, თუ გაწყობსო და იმ გოგომ, რავი, ბაზარი არა, მოდიო. ამ გოგოს შვილი ყავს, პატარა ბიჭი ყავს და ეს კაცი ნელ-ნელა გამოსწორდება, ლოთობას თავს დაანებებს, დაიწყებს ეკლესიაში ამ გოგოსთან ერთად სიარულს და ამ გოგოს საერთოდ ცოლად მოიყვანს და რაღაც მომენტში მოვა ინტერვიუერი კაცი და ეტყვის, რომ შენ აი მომღერალი ხარ, ცნობილი მომღერალი ხარ და გეხვეწები ინტერვიუ, ამინდა ავიღო შენგანო და ამან არა მე ძმაო დავანებე თავი მომღერლობას დავანებე თავი, აღარ ვარ მომღერალი, შემეშვი, შემეშვი, არ მინდა დაუბრუნდე მაგ ცხოვრებასო და ამან უთხრა, რომ იცი რა, შენს ყოფილ ცოლთან ავიღე უკვე ინტერვიუ და შენზე ვაკეთებ ბიოგრაფიასო და მიდი რა გეხვეწებიო და აქ არის უკვე სცენა, ეს კაცი კართან დგას ინტერვიუერი და რობერტ დუვალის პერსონაჟი მაქსი თუ არ ვეშლეო მის მაკი, უბრალოდ მაკია მის სახელი, უფრო ახლოს დგას კამერასთან და ყოფილი ცოლის სახელს რო გაიგებს, გავა კადრიდან და მარტო ის კაცი რჩება შორს უკანა პლანზე და აგრძელებს საუბარს, რომ გეხვეწები ინტერვიუ და კიდე რაღაც დეტალს ეუბნება, რომელსაც აქ არ მოგიყვებით. მოკლედ ეს არის პირველი აქტი ფილმის. ჩვენ გავიგებთ, რომ მას ყოფილი ცოლი ყავდა და ნეტა რაზე ჩაიქნია ხელი, რა ცხოვრებაზე ჩაიქნია ხელი, ან რა აქვს მიქარული, ან რისი მსხვერპლი იყო, ან რავი, რას გავიგებთ მასზე. ნელ-ნელა ეს ისტორია გაიშლება ამ ფილმში, რომელიც შესანიშნავი ფილმია, შესანიშნავად თამაშობს რობერტ დუვალი. მოქმედება ხდება ტეხასში, სხვადასხვა და ისეთი რა, country მუსიკაც არის და ამერიკული კლასიკური, ასე ამერიკული country side, ამერიკული ვაიბები და ატმოსფეროა და მშვენიერია, გირჩევთ უყუროთ. ეს არის საათნახევრიანი ფილმი, არ არის 2 საათიანი და 2 საათნახევრიანი და რაღაც სასწაული ქრონომეტრაჟით, მშვენიერი ისეთი საყვარელი პატარა ფილმი. Tender Mercies, ეს არის პირველი კინორჩევა. შემდეგ აქ უკვე მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს რა ქვია მაგას რობერტ დუვალი. ეს არის ფილმი
70-იანებში გამოსული ფილმი სიდნეი ლუმეტის გენიალური ნაშრომი, ნაწარმოები სახელად ტელექსელი. ეს არის ფილმი გენიალური კასტით, ფეია დანოუეი, პიტერ ფინჩი, უილიამ ჰოლდემი და რობერტ დუალი. პიტერ ფინჩი არის მთავარ როლში, ის თამაშობს ტელეწამყვანს, რომელსაც უთხრეს, რომ ორ კვირაში გაგაგდებთ სამსახურიდან, იმიტომ რომ შენი გადაცემას კაცჩული აღარ უყურებსო და მეორე დღეს გადაცემაში თქვა, რომ ამ წამყვანმა პიტერ ფინჩის პერსონაჟმა თქვა, რომ მე ხვალ თავს მოვიკლავო, რომ იცოდეთო, გადაცემაში პირდაპირ ეთერში ხალხი გაგიჟდა ამაზე. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ინტერესი გამოიწვია ამ გადაცემის მიმართ. მერე უკვე მეორე დღეს თავი არ მოუკლავს, მაგრამ მეორე დღეს გადაცემაში დაიწყო რეალობაზე ფარდის ახთა. ანუ რაღაცების ისეთ რაღაცების თქმა არის, ისეთ თქმას პირდაპირ ეთერში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამხილებ ამით რაღაცებს, რის მხილებაც საჭირო არ არის. და ძალიან შეეშინდათ იქ სტუდიაში ხალხს, მაგრამ მე მივხვდნენ, რომ ამით უფრო მეტ ინტერესს აღწევს ხალხში ეს გადაცემა და უფრო უყურებენ. შესაბამისად დაიწყეს უკვე ამის ექსპლუატაცია. და ეს არის დასაწყისი ამ ფილმის. ანუ მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს ზოგადად კარგია, რომ ამით ვცდილობ კი არ დაგისპოილეროთ, არამედ პირველი აქტი შესახებ მოგიყვეთ, დასაწყის პირველი 10-20 წუთის შესახებ და ზოგადად ფილმი, რომელიც პირველ 20 წუთში ვერ გხიბლავს, უბრალოდ პირველ 20 წუთში გაძლევს იმას თავარს და დანარჩენი საათნახევარი მე იდიოტობებია და არ არის საინტერესო. ეგეთ ფილმს არ უნდა უყურო. ანუ ფილმი, რომელიც პირველ 20 წუთში უკვე ყველაფერს მოგცემს და დანარჩენი საათნახევარი არაფერს ახალს არ გაძლევს, მაგას ჯობია დაჟე რომ ვიღაცამ გითხრას, რომ იცი რა, ამ ფილმში პირველ 20 წუთში ესა და ეს ხდება და მე იდიოტობა, ანუ აღარ უყურო და ეს ანუ არ იფიქროთ ახლა რომ გასპოილერებთ, არა, ეს არის შესავალი. მე და მე უფრო და უფრო აბსურდული რაღაცები ხდება და რობერტ დუალი ფილმში ტელექსელი თამაშობს სტუდიის დირექტორს, თავარ დირექტორს. ეს არის სხვადასხვა 76 წელი. და ოსკარები რომ მივხვდეთ, საუკეთესო სურათი წააგო ამ ფილმმა რა და წააგო ვისთან, ისი როკისთან. და კიდე რა ფილმები იყო იცით ნომინირებული, მაგალითად ტაქსის ძღოლი, მაგალითად All President's Men, ასევე მშვენიერი ფილმი რობერტ რედფორდი და მერტო ჩემო ჰოფმანი, დასტინ ჰოფმანით მთავარ როლებში და რომ მივხვდეთ უბრალოდ რა პლეადა დიდი ნაწარმოებების რა, მაგარია. 70-იანი წლები ზოგადად ჰოლივუდში ძალიან საინტერესოა. ტელექსელი რობერტ დუვალს მიუძღვენი დღევანდელი კინორჩევები და რატომაც არა. და მოდი გადავიდეთ ახალ ამბებზე. პირდაპირ ცოტა ისე ცხელი, არც თუ ისე ცხელი, მაგრამ საინტერესო თემით დავიწყოთ. ქარიშხლიანი უღელტეხილი ემერალდ ფენელის ჩავარდა, შეიძლება ითქვას, მის ჩვენებები, იმიტომ რომ 80 მილიონი დაждდა ეს ფილმი და 4 დღეში თუ რამდენ თითქმის ერთ კვირაში 88 მილიონი შეაგროვა. ანუ 80 მილიონი არის პროდაქშენის ბიუჯეტი, წარმოიდგინეთ მარკეტინგში რამდენი იქნებოდა შადებული რა, როგორც წესი, ნახევარი მაინც ამის. კარგი, ნახევარი 10 მილიონი, 20 მილიონი, 30 მილიონი, რაღაც ეგეთ ციფრები იქნება, რიცხვები და ეს ფილმი წარმატებული არ არის A ფინანსურად, B შეფასებები ვნახოთ. IMDb-ზე 6 და 3, Letterboxd-ზე 2 და 9 5-დან, Rotten Tomatoes-ზე 60%. ანუ მეგობრებო, ვისაც ემერალდ ფინელისგან კარგი მოლოდინი გქონდათ, ძალიან მიკვირს თქვენი, იმიტომ რომ მე უეჭველი ვიცოდი, რომ ეს ფილმი ცუდი იქნებოდა, გულწრფელად გეტყვით, არ მაქვს რა ნახი, არ დავიწყებ უშუალოდ ფილმის შეფასებას, მეცაც გეტყვით, მე შარლოტა ბრონტეს წიგნიც არ მაქვს წაკითხული, ამიტომ საერთოდ ის ვარ უბიცი ვარ შინაარსთან მიმართებაში და სიუჟეტთან მიმართებაში, თუმცა ემერალდ ფინელის ნანახი მაქვს Promising Young Woman, რომელმაც საუკეთესო სცენარი მოიგო საშინელი ოსკარების პერიოდში, როცა Nomadland-მა მოიგო ოსკარი და Nomadland-ი ეგეთი საშინელი ფილმი არ არის, როგორც ჩემი აზრით Promising Young Woman-ია სუპერ მოსაწყენი და სუპერ უმარილო ფილმი, გარდა იმისა, რომ კერი მალიგანია და კერი მალიგანი სადაც უკვე კარგია იქაურობა. მეტი არაფერი, ანუ ემერალდ ფინელი ჩემთვის ძალიან ისეთი უსახო რეჟისორია და მაგის მერე გადაიღო სალტბურნი ჯეიკობ ელორდით და ბარი კეგანით. აქაც ჯეიკობ ელორდია პრინციპში ქარიშხლიან უღელტეხილში და რავი, ანუ ისეთი ფილმია. სალტბურნი არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ფილმი შეიძლება იყოს ძალიან კარგად დამუშავებული, ოპერატორული ნამუშევარი იყოს ძალიან კარგი და წარმოსადეგი, ანუ მოკლედ ოსტატურად შესრულებული ოპერატორულად, მაგრამ იყოს აბსოლუტურად
ფილმი, ანუ არაფერი არა ამ ფილმში რიპლის ნიჭიერი მისტერ რიპლის გადაკეთების მცდელობა, ცოტა ისეთი გეი ვაიბების დამატება, რაც პრინციპში რიპლისთან ძალიან ისეთი ახლოსაა და მჭიდროდაა, პრინციპში სერიალში მე შავთეთ სერიალში ენდრიუ სკოტი სადაც თამაშობს, მან ხო განვითარებულია და კარგად არის განვითარებული და აქ ეს არის პინტერესტის კინო რა, რასაც უძახიან. აი პინტერესტში რო დაგუგლო ესთეტიკური კადრები ფილმებიდან ზუსტად აი ემერალდ ფინელის კადრებს ამოგიგებს. უბრალოდ ამ კადრების უკან და ამ რეჟისურა არც ქვია მაგას, ამ დადგმის და მიზანსცენების უკან პრინციპში არაფერი არ დგას, არანაირი ის რომ მარტო თვალს წყალი დაალევინო, რაც პრინციპში ისთვისაც მოძრავი სურათ საერთოდ არა საჭირო, უბრალოდ კადრი ასე აიღე ნებისმიერი სალბურნიდან და უყურე. და ფილმად არ ვარგა. შესაბამისად ემერალდ ფინელისგან დიდი მოლოდინი მე არ მქონია. ამიტომ ქარიშხალ მოყოთ ეხალზეც დიდად არ დავჰაიპებო პრინციპში და დაველოდები რომ ის დაიდება და მე გავაკეთებ რეცენზიას, იმიტომ რომ დიდად არ მაინტერესებს მაგ ფილმის ყურება, თუმცა მოგახსენეთ ახალი ამბები ამ ფილმის შესახებ, ხო. ეს არის და ის მოკლედ ეს ახალი ამბავი გადავიდეთ შემდეგზე, არ მინდა იმ ფილმებზე კონცენტრირება, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგახსენოთ, მაგრამ რომლებიც ნანახი არ მაქვს. შემდეგზე გადავიდეთ მოკლედ. ცოტა სპაიდერმენებზე მოგახსენებთ, რამდენიმე ამბავია სპაიდერმენებთან მიმართებაში და რატომაც არა განვიხილოთ. მარველმა ახალი მასალა დაგვიტიზერა Spider-Man Brand New Day-ის შესახებ, რომელიც გამოვა 31 ივლისს და Twitter-ზე გავრცელდა Spider-Man-ის პრომო პოსტერი, რომელიც ასევე ჰორიზონტალური პოსტერია, სადაც ჩანს ის მტრები, რომლებიც ალბათ Spider-Man-ის ამ ფილმში გამოჩნდებიან და ყველა ეს მტერი არის ისეთ ქუჩური ლოკაციაში მყოფი მტრები და არა რაღაც სხვადასხვა სამყაროები და დიდები და ისინი მოკლედ ბუმერანგი, ტარანტულა, სკორპიონი, ანუ პატარ-პატარა მტრები Spider-Man-ის რა. ერთადერთი ის და შოკერი დამაკლდა, რომელიც როგორც მახსოვს პირველ Spider-Man Homecoming-ში არის შოკერი, მაგრამ ძალიან მოსაწყენად და ბანძად. მე ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა რომ შოკერი აი იმ ფორმაში, რა ფორმაშიც იყო მულტფილმში ეს ყვითელ რაღაც სეტკაში ჩაცმული ტიპი. დიდი იმედი მაქვს რომ ოდესმე ეგეთ შოკერს ვიხილავთ, მაგრამ ნუ მეეჭვება. და ამ პოსტერში მოკლედ ისეთი ტიპები გამოჩნდნენ, რომლებსაც როგორც წესი Spider-Man-ი ქუჩაში ეჩხუბება და რატომ მიყვარს ეგ მე, იმიტომ რომ Spider-Man-ის პიტერ პარკერის ქარიზმა ყველაზე კარგად ჩანს აი ეგეთ სიტუაციებში ქუჩაში რა, ყველაზე სახალისო და გასართობი Spider-Man-ი არის ქუჩურ ჩხუბებში და ამიტომ ძალიან გაასწორებს თუ Spider-Man Brand New Day უფრო მიწაზე იქნება დაშვებული და არა სადღაცა ჰაერში იფრენს და დიდ მასშტაბებზე გავა და ნუ მოკლედ ხვდებით ხო რას გულისხმობ და რა ვიცით ამ ფილმის შესახებ, ამ ფილმის შესახებ ის ვიცით რომ მარკ რუფალო ითამაშებს, შესაბამისად ჰალკი იყო ჭორები რომ ჰალკს მარკ რუფალოს პოლიტიკური მიზეზების გამო შეიძლება ვაფშე დაატოვებინონ მარველი, მაგრამ როგორც ჩანს ჭორებია, იმიტომ რომ Brand New Day-ში გამოჩნდება, ასევე ჯონ ბერნთალი, პუნიშერი, ფრენკ კასლი იგივე იქნება ამ ფილმში და ასევე იქნება ულამაზესი და უმშვენიერესი სეიდი სინკი და ნოზენდაიაც იხო იქნება თავისთავად და სეიდი სინკი ვის თამაშებს სიმართლე გითხრათ ეგ ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ მე დავუშვებ ასეთ აზრს რომ სეიდი სინკი ითამაშებს ისეთ პერსონაჟს რომელიც შეაცდენს პიტერ პარკერს და ცოტა ხნით მიატოვებს MJ-ს მიშელ ჯონს და არა მერი ჯეინს. რომ ეგეთ დებულებას დავდებ, იმიტომ რომ სეიდი სინკი ზუსტად ეგეთი პოტენციალის მქონე არის პრინციპში რომ შეაცდინოს პიტერ პარკერი, რატომაც არა. შემდეგი ახალი ამბავი Spider-Man-ებთან დაკავშირებით არის ის, რომ Spider-Noir-ის ტრეილერი დაიდო, რაც ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ მეგობრებო, დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ ამ სერიალისგან, იმიტომ რომ მანდა მაინც ისეთი კარგი და წარმოსადეგი შოურანერები და თავარ როლში მსახიობი არ ყავთ, ანუ ნიკოლას კეიჯი შვენიერი არ არის, მაგრამ ნუ არ არის ეგეთ ცუდი მსახიობის რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ არ არის რაღაც ვაუ და რა მაგარი იქნება და თან ყველას გადაობა ის არის Spider-Noir-ი არ არის ეგეთი ასაკში და ვესმის რომ შეიძლება ერთის მხრივ როცა 30-იანების ბუტლეგერულ სამყაროზე ფიქრობ, მანამაც ახალგაზრდა ბიჭი არ გახსენდება და გახსენდება ისეთი ცხოვრება ნანახი, ნაუჭებიანი შუახნის კაცი, მაგრამ პიტერ პარკერი იქ ახალგაზრდა არ არის ბებერი და ძალიან მაგარია იქ დეიდა მეი არის უფლებებისთვის მებრძოლი ქალი და ბიძია ბენ საერთო საშინლად შეიწირენ,
საშინლად შეიწირება ბიძიაბენი მანდ. ყველაზე სასტიკი სიკვდილი ბიძიაბენის არის მანდ და არ გეტყვით ვინ მოკლავს, არ გეტყვით როგორ მოკლავს, არაფერს არ გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ ეგ თუ გააკეთეს მანდ, ეგ იქნება ფენომენალური. ოღონდ მართლა. ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი რა, ანუ თვითონ მკვლელობა რომ მოხდება კი არ იქნება მაგარი, უბრალოდ როგორც ფაქტი, რომ კინო ეკრანებზე ეგეთი რაღაცა რომ დაფიქსირდება, ეგ ძალიან გაასწორებს რა. მაგის მოლოდინი მარტო ეგ მაინტერესებს მაგ სპაიდერ-ნუარი და სხვა დიდი მოლოდინები არ მაქვს რომ არ მოგატყუოთ. მე ჩემი აზრით ნიკოლას კეიჯი მისკასტია მანდ, თუმცა ახალი და სხვა ხედვა კი არის სპაიდერმენზე, მაგრამ ალბათ ცალკე ფილმის გადაღებას არ გეგმავდნენ სპაიდერ-ვერსის დროს, მაგითო გაახმოვანებით ეს ნიკოლას კეიჯი და მე იმ ხელს სიყვარული დაიმსახურა, რომ ბარემ გავაკეთოთ ალბათ. როგორც შავ-თეთრი რა თქმა უნდა იქნება გასაგებია ნუარია, არ არის გასაკვირი რომ შავ-თეთრია, თუმცა ძალიან ისე გაპიარდა ის არა ქვია ქართულად როგორ swinging ქართულად როგორ თქვა ანუ ქსელით ანუ სპაიდერმენის ეს ქსელით პუნწიალი როგორ თქვა ანუ ხო ხდებით ანუ ეგ სცენა დიდი არაფერი სცენა არ იყო რა უბრალოდ არის swing-ავს და swing-ავს თუ რასაც შვება რა ანუ არაფერი განსაკუთრებული მან და არ იყო არც რეჟისორულად და არც რაღაც განსაკუთრებული დრაივი და ეგ ჩვეულებრივი იყო უბრალოდ ეგრე გაპიარდა რომ ვაუ დააბრუნეს swinging-ი დააბრუნეს ვაუ და ანუ არ იყო თლად ეგეთი და ორი შოუნარენი ყავს ამ სერიალს რა პირველი არის ვინმე სახელად ორენ უძიელი რომელიც სცენარისტია და რომელსაც სხვა შორის მშვენიერი ფილმის 22 ჯამპ სტრიტის თანასცენარისტია, ოღონდ სამ კაცთან ერთად წერდა სცენარს. ნუ უბრალოდ ორ კაცთან ერთად წერდა სცენარს და შესაბამისად სამნი წერდნენ სცენარს. ეს არის ჩენინგ ტატუმი და ჯონა ჰილის მონაწილეობით კომედია ძალიან კაი, გირჩევთ უყუროთ, ხო და შემდეგ რავი, რამდენიმე ფილმში აქვს მისი მონაწილეობა მიღებული როგორც სცენარისტს, იქნება ეს Mortal Kombat-ის ფილმი, ვინმეს გაქვთ ნახე, ან თუ ძველები არა, ოღონდ ეს ახალი და მოგეწონათ? ალბათ არა. ან თუნდაც Sonic-ის ფილმი მოგეწონათ? კი არა, Ryan Reynolds-ი თუ არ მეშლება, მაგრამ ანუ არა. და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი შოურანერი და მეორე შოურანერი არის კაცი სახელად Steve Lightfoot-ი. Steve Skywalker-ი, არ ვიცი, Steve Lightfoot-ი, Steve Subuki ფეხის ტერფი. რომელსაც კი აქვს ისეთი კარგი სტაჟი აქვს. პრინციპში მაგის იმას რო გადავხედოთ ფილმოგრაფიას მაგალითად ჰანიბალის უმეტესობა სერიები მაგის დაწერილია, პუნიშერის სერიები რამდენიმე მაგის დაწერილია და ნუ ისეთია. ეს ამას შეგიძლია რაღაცები ანდო, მაგრამ დიდი მოლოდინები ნუ გექნებათ რომ სპაიდერ-ნუარიდან მანდ-მაინც კარგი რამე გამოვა რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი გადახვევა კლასიკური სპაიდერმენისგან, ოღონდ მართლა ესთეტიკით, ანუ მარტო ის კი არა რომ სერიოზული ესთეტიკა, ანუ ამით არაფერი არ იცვლება. აქ ბევრი 100-ჯერ მეტი სისასტიკეა და 100-ჯერ განსხვავებული და არაუმხიბვლელი პერსონაჟები არიან მასობრივი აუდიტორიისთვის და რამდენად გააკეთებ, მაგას თუ გააკეთებენ და თუ გარისკავენ, დიდი ალბათობით კარგი გამოვუვათ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ დავარცხნელი იქნება ეგ სერიალი ძალიან. და ამ დავარცხნელობის გამო მოსაწყენი. ასეთ პროგნოზს გავაკეთებთ. ბრედ პიტის და ტომ კრუზის ჩხუბი ეპშტეინის ირგვლივ ხო გაქვთ ნანახი და იმედია იცით რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია და საინტერესოა რომ მანდ ეს ბრედ პიტი ეუბნება რომ ჩხუბობენ ძალიან ორგანულად და ძალიან ბუნებრივად მართლა ბრედ პიტი ეუბნება რომ რატომ ოკალი რას ერჩოდიო ამ ეპშტეინსო კაი კაცი იყო და ეს ტომ კრუზი ეუბნება რომ ძალიან ბევრი იცოდა რუსული ოპერაციის შესახებო და მე გაგრძელდება ჩხუბი და მთავრდება ვიდეო. ეს არის ჩინური კომპანიის გაკეთე ByteDance-ის კომპანიის AI, რომელსაც Skydance ქვია. თვითონ ეს გადაიღო ირლანდიელმა რეჟისორმა. გადაიღო რა, ანუ პრომპტი უბრალოდ ჩაწერა ხელოვნურ ინტელექტში და მან გააკეთა და რახან ეს ჩინური იყო, ეთყობა დიდად საავტორო უფლებები და ესეთ რაღაცები ეკიდა, ამიტომ ანუ ეგრე მარტივად ვერ მიიღებ. უბრალოდ რაღაცა შეზღუდვები არის ხელოვნური ინტელექტისთვის, რომ სახეებზე და მსგავს რაღაცეებზე საავტორო უფლება მიიღოს და რის გამოც მე პრინციპში ჰოლივუდმა გაუტრაკა ამ ByteDance-ს, რომ აი რა უფლებით იღენებ ამ საავტორო უფლებებსო რა, ანუ ინტელექტუალური საკუთრება ბოლოს და ბოლოს თქვენ ბიჭო გიჟები ხო არ ხართ თუ ამის მერე. ანუ ეს ისტორია არაფერში არ გადაზრდილა, არც სასამართლოებში და არც არაფერში, უბრალოდ ByteDance-მა Skydance-ი ვთქვი, Skydance-ი არ ქვია AI-ს, AI-ს ქვია Seedance-ი და კომპანიას,
რომელიც ფლობს ამ AI-ს ByteDance. ByteDance-მა უბრალოდ უკან დაიხია თქვა რომ მე ჩვენ პატივისცემთ ინტელექტუალურ საკუთრებას, არ ვიცით ეს როგორ მოხდა, აი ყრუები ვართ, ბრმები ვართ, მუნჯები ვართ, არ ვიცით არაფერი, აი ესეთი რაღაცა გააკეთეს პრინციპში და დაიხიეს უკან, მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის რომ AI უკვე აქტიურად არის შესული რა ამ სამყაროში, კინოსამყაროში და ეს გარდაუვალია. AI გახდება ჩვეულებრივი კინოენა, კინოინსტრუმენტი და ვინც ამას ეწინააღმდეგება და ვინც ამის შეზღუდვას ცდილობს, ის პირიქით ხელს უწყობს, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო გაიზარდოს და პოპულარული გახდეს. იმიტომ რომ მაგალითად დაგლაიმანი ახალ ფილმს იღებს AI-ის საშუალებით, AI-ის გამოიყენებს რამდენიმე სცენაში. დარენ არანოვსკი ახ დაგლაიმანი შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ დარენ არანოვსკი ხო იცით? ოცნების რეკვიემი გინდათ, შავი გედი თუნდაც, ანუ დიდი რეჟისორი რა, ვერ ვიტყვი რომ რაღაც სუპერ თავარი რეჟისორი და ტოპ 5 შევამეთქი ჩემი გავლენით, მაგრამ ნუ მაგარი რეჟისორია. ის იყენებს AI-ს და ეს გარდაუვალია მეგობრებო 30-იანებში, როცა კინოში შემოვიდა ხმა, ძალიან ბევრი სერიოზული კრიტიკოსი ამბობდა, რომ კინო დასრულდა და რაშიც აბსოლუტურად მართლები იყვნენ, იმიტომ რომ კინო ხმოვანი და კინო უხმო ორი სხვადასხვა ხელოვნების მიმდინარეობებია, ოღონდ ხელოვნების დარგებია. იმიტომ რომ უხმო კინოს ვისაც გაქვთ ნახი 20-იანი წლების კინო, 10-იანი წლების, 0-იანი წლების ფილმები, ვისაც გაქვთ ნახი და იცით რას ნიშნავს, როცა კინოს ხმა არ აქვს და ვიზუალური თხრობა თავიდან ბოლომდე, უბრალოდ თხრობა თავიდან ბოლომდე ვიზუალზე აგებული, სხვა რამეა საერთოდ. როცა ხმა შემოვიდა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. აუცილებლად უკეთესობისკენ და უარესობისკენ კი არ ვსაუბრობ, არამედ შეიცვალა რა. და შესაბამისად AI-ც ზუსტად მაგ პერიოდში ვართ, ეხლა ძალიან საინტერესო პერიოდში ვართ რეალურად ამ ამბავში, გარდამავალ ეპოქაში ვართ და ალბათ ასე 40-50 წელი რო გავა ამ ეპოქას გაიხსენებენ როგორც აი ის ხალხი რომლებიც AI-ს აკრიტიკებდნენ როგორი არასწორები იყვნენ ნახეთ AI-ს დახმარებით რამდენად შემცირდა პროდაქშენის ბიუჯეტი როგორი უფრო კომფორტული გახდა რეჟისორებისთვის რაღაც გადაწყვეტილებების მიღება კომპრომისები აღარა აუცილებელი სტუდია ეგეთი ტირანული ვეღარ არის იმიტომ რომ AI-ის საშუალებით ბევრი რაღაც შეგიძლია თავი აარიდო მაგალითად ლოკაციების ქირაობას და ასე შემდეგ ანუ რაღაცა პლუსები შეიძლება თავისი მოიტანოს ამ ინსტრუმენტმა და რაღაცა მოკლას, რა თქმა უნდა და რაღაც სხვა განყოფილებები კინოს სფეროში გაქრება AI-ის გამო. ეს მოხდება აუცილებლად რა, დიდი ალბათობით. ამიტომ ამის წინააღმდეგ წასვლა ცოტა რეტროგრადობა და არაფრის მომცემი არა, თუმცა რა თქმა უნდა ხალხის უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება უნდა იყოს დაცული. მე ამ AI-ზე ვსაუბრობ როგორც ინსტრუმენტზე. კარგი ინსტრუმენტზე და არა როგორც თვითღირებულებაზე და მაგარია და AI ყველაფერი და მოდი AI იქ ამას არ ვლაპარაკობ. საერთოდ ამ ყველაფერს უკან ადამიანებით განაიცოდეთ AI თავისით არაფერს არ აკეთებს. ამიტომ AI პირველ რიგში და არის ინსტრუმენტი და არა ცნობიერება და ასე შემდეგ. ისე როგორი ორგანულად გააკეთა ბრედ პიტის და ტომ კრუზის აქტინგი. ანუ ეგ სცენა რეალური რა ყოფილიყო. ბრედ პიტი რო ეპშტეინის მხარეს ყოფილიყო და ტომ კრუზი აქეთ ვის მხარეს არის ტომ კრუზი მაგ შემთხვევაში არ ვიცი ვიღაც ტამპლიერების მხარეს ეგრე ითამაშებდნენ ანუ ის პლასტიკა რაც ბრედ პიტს აქვს ხმაზე არ ვლაპარაკობ ახლა სხეულის ენაზე ვლაპარაკობ და ის პლასტიკა რაც ტომ კრუზს აქვს ანუ ერთსაც და მეორესაც ფილმებში ზუსტად ეგეთი ჟესტები გაუკეთებიათ. ტომ კრუზი რომელი ფილმიდან არ ვიცი, მაგრამ ტომ კრუზმა როგორი მოძრაობას გააკეთა მანდ ტომ კრუზის AI, აი ზუსტად ეგეთი გაუკეთებია სხვა ფილმებში. უბრალოდ არ მახსენდება რომელში, მაგრამ მგონი არის კრებითი ფორმა, კრებითი სხეულის ენა ტომ კრუზის ფილმოგრაფიიდან და ბრედ პიტისაც პრინციპში ეგრეა რა, ანუ What's in a box რო ყვირის ზუსტად ეგეთი სხეულის ენა აქვს როგორც იმ AI-ში ქონდა. ანუ ეს უბრალოდ სახე აიყო და გააკეთა კი არა, რეალისტურად გააკეთა. არამედ აი სხეულის ენა, ფიზიოგნომიკა გადააკოპირა რა, ძალიან შთამბეჭდავია. და მოდი დავასრულოთ AI-ით და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი და ბოლო თემა, ყველაზე ტკბილი და ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენი თემა შემოვინახე ბოლოსთვის. მერაბ ნინიძე ბრუნდება ჰოლივუდში. ბრუნდება ძალიან სანიშნე როლით, მე ვიტყოდი, ის ითამაშებს სტალინს, ანტონი მაკ-კარტენის ფილმში მშვიდობის ფასი, The Price of Peace, პრინციპში ეგრე ქვია, და ის ითამაშებს სტალინს კონკრეტულ ეპიზოდს, როცა ის პოსტძამის შეხვედრაზე ხვდება უინსტონ ჩერჩილს, ჰარი ტრუმენს და ისინი არკვევენ პრინციპში მომავალი
ევროპის და სოფლიოს მომავალს არკვევენ როგორც ასეც და პრინციპში ეს შეხვედრა ალბათ ითვლება ცივი ომის საწყის წერტილად რაღაც მხრივ. ეს შეხვედრა იყო აღმოსავლეთ გერმანიაში და პრინციპში სტალინის უკანასკნელი გამგზავრება საბჭოთა კავშირის საზღვრებს იქით, თუმცა აღმოსავლეთ გერმანია de facto რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ de jure მაინც ცალკე სოციალისტური ბლოკის ნაწილი იყო და არა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა ან რამე მსგავსი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ზოგადად ისტორიულად და რა თქმა უნდა ფილმი მაგაზე ძალიან საინტერესო იქნება და რეალურად ძალიან მაგარი რეჟისორი იღებს. რეჟისორი, რომელიც მანამდე სულ სცენარისტი იყო. მენტონი მაკარტენს აქვს 2 ფილმი გადაღებული როგორც რეჟისორს, ეს არის 1999 წელს გადაიღო რაღაც ფილმი და მერე 2000-იანებში, 2008-ში თუ არ მეშლება რაღაც ფილმი გადაიღო, არც ერთი არ მაქვს ნანახი, რო არ მოგატყუოთ, უბრალოდ გადავხედე მის ფილმოგრაფიას. შემდეგ როგორც მწერალი, მან გადაიღო ყველაფრის თეორია ეს ფიზიკოსზე, რომლის სახელი ამომივარდა თავიდან, სტივენ ჰოკინგზე, ედი რედმეირო თამაშობს. მერე გადაიღო Darkest Hour, ვინსტონ ჩერჩილზე, ვინსტონ ჩერჩილია მთავარი პერსონაჟი, მას ასრულებს ჰარი ოლდმანი, ჯო რაიტია რეჟისორი და ჰარი ოლდმანმა აიღო ოსკარი პრინციპში მაგ როლისთვის. შემდეგ ფილმი დამავიწყდა, რომელი ფილმის რეჟისორია კი არა და სცენარისტია. შემდეგ არის ბოჰემური რაფსოდია, პრინციპში თვალ კარგი ის არ არის, რა ქვია, სვლელობა, იმიტომ რომ დაიწყო ყველაფრის თეორია და Darkest Hour და მერე ეს ბოჰემური რაფსოდია, რომელიც კარიკატურა Queen-ის და Freddie Mercury-ის და არ მეყვარს აქ ფილმი. ძალიან არ მეყვარს აქ ფილმი, აქ ფილმში ერთი სცენა, ჩემმა ლექტორმა ერთ-ერთ კურსზე მაჩვენა მაგ ფილმში ერთ-ერთი სცენა რომელსაც ალბათ თქვენს გაჩვენებთ, ოდესმე უბრალოდ მას არ მინდა მაგ სცენა გაჩვენო და TikTok-ზე ავტორს უბრალოდ ჩემი მიღწევად რო არ გავასაღო, ლექტორმა მითხრა ეგ და ძალიან მაგარი იყო, იმიტომ საშინელი მონტაჟია, დიალოგის სცენა, ძალიან მარტივი დიალოგის სცენა და 2 წუთში არის 100-ზე მეტი ჭრა. ანუ ძალიან ცუდია რა მაგ ფილმში. და არც სცენარი არ აქვს პრინციპში მაგას განსაკუთრებული და რამი მალეკა მაგის გამო რომ ოსკარი აიღო, ეგ არის შეცდომა და მონტაჟი აქვს მაგ ფილმს საერთოდ ოსკარი და რო დავუბრუნდეთ ენტონი მაკარტენს, მან გადაიღო უბრალოდ დაწერა სცენარი ფილმისთვის 2 პაპი. ენტონი ჰოპკინსი თამაშობს ერთ-ერთ პაპს, ბრაზილიელ პაპს და არგენტინელ პაპს თამაშობს. ჯონატან პრაისი დამოვიწყდა მაგკაცის სახელი, არა და ჯონატან პრაისი ძალიან მაგარია, ბრაზილიაში უთამაშია მაგალითად და მოკლედ ძალიან სერიოზული ისა აქვს რა, ამ კაცს ძალიან სერიოზული ისა ფილმოგრაფია და იმედია მაგარი რაღაცი გამოვა. ერთის მხრივ შეგიძლია თქვათ, რომ მერაბნიძე არ არის სტალინის ტიპაჟი და მართლა ეგრეა, მერაბნიძე მე ვიტყოდი ტროცკის არა, უბრალოდ სტალინი დიდია. გარეგნულად რა, მასიური ტიპი იყო, განსაკუთრებით 45 წელს ალბათ, მით უმეტეს რა. და ბერაბრინიძეს ცოტა სხვა ისა აქვს რა, სხეულის ენა პრინციპში სხვა აქვს, მაგრამ მსახიობი მისთვის მსახიობი რომ მოერგოს. ახლა ჰარი ოლდმანზე იტყვით, რომ ჩერჩილი უნდა ეთამაშა ჰარი ოლდმანს, ტიპი რომელიც ვილანებს თამაშობს თელი მის ცხოვრება, არა რა თქმა უნდა, მაგრამ ითამაშა და აიღო ოსკარი და სხვა შორის წონა არ შეუძლია. ქრისტიან ბელი, რომელიც ცნობილია იმით, რომ სუქდება, როცა გაიგო რომ ჩერჩილის თამაშს აიღო ოსკარი და როცა გაიგო რომ ასეთი მსუქანია, რეალობაში არ არის ისეთი მსუქანი როგორც ფილმშია, იმიტომ რომ ჩერჩილი ითამაშა, დაურეკა და უთხრა რა დიეტა ისქენიო რა. რა დიეტაზე იჯექი ეს დრო რომ ჩერჩილის ფორმაში ყოფილიყავიო და ამან უთხრა რა დიეტა, კაცო, მაკიაჟია. რა გიჟი ხوار ხარ რა დიეტაო და ბეილი მაშინ დაფიქრდა რომ თვითონ რას ვაკეთებდიო მე ამ დიეტებს და იმას ტყუილად ვაკეთებდი ამ ყველაფერს ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ ნახე კაცმა დიეტის გარეშე გასუქების გარეშე ითამაშა ისე რომ დამაჯერა მე კაც რომელსაც ეს ყველაფერი არაერთხელ გამოვლილი აქვს დამაჯერა მე რომ მართლა ასეთი სხეული აქვს შესაბამისად მაგის garaშე შეიძლება. ბრიტანული მიდგომაა პრინციპში ბრიტანელებს არ უყვართ ძალიან როლში შესვლა, ბრიტანელების სკოლა ცოტა განსხვავებული სკოლა. აქ მეთოდ აქტინგს ვერ იტანენ ზოგადად ბრიტანელი მსახიობები და მე თუ მკითხავ ძალიან ლეგიტიმურადაც მეთოდ აქტინგი არ არის კარგი რამე ზოგადად ისეთია რა კლიშე არსებობს ეგეთი რომ მეთოდ აქტინგი ვაუ, მაგრამ ერთ-ერთი ფორმა აქტინგის და არა ერთადერთი. ეს იყო ახალი ამბავი, მოკლედ, გაი პირსი თამაშობს ასევე ამ ფილმში, ჯარედ ჰემილი თამაშობს ამ ფილმში, ტრუმენს თამაშობს გაი პირსი თუ არ გახსენდებათ ეგრე მემენტოს მსახიობი, მემენტოში თავარ როლს ვინც თამაშობს და ჯარედ ჰემილი ასევე ითამაშებს ჩერჩილს.
ეს იყო და ეს მეგობრებო, კინო ამბები. მერაბნინიზე ბოლოს როგორც მოგახსენეთ, დაბრუნდება ჰოლივუდში, ამ წუთას გითხარით პრინციპში, ისე ვთქვით, თოს დიდი ხნის წინ გითხარით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ მერაბნინიზე არის ჩვენი შუქურა იქეთ სინათლის იმაში რა ქვია, სამყაროში, დასავლეთში, კინოინდუსტრიის ამბავში პრინციპში. და ძალიან კარგია, რომ იქ ყავს ჩვენიანი, რომელიც დიდ შედეგებს დებს და უფრო მეცას დადებს პრინციპში წარმატებები მას. და მე თქვენ დაგემშვიდობებით, მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ, გააზიარეთ. წინა ვიდეოში არ დაგემშვიდობეთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ბატარეა მოკვდა, დაგვემშვიდობა, რეანიმაცია გავუკეთე დღეს, დაგვიბრუნდა ისევ და საფირმო დამშვიდობებასაც მოგახსენებ. თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიანი დღე, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიანი საღამო და თუ ძილს აპირებთ, აბა თქვენ იცით. ტკბილი ძილი. Peace out.